დღეს უნდა დავუწვა ჩიფსები. არ მოგესმათ. მოვიტანე ყველაზე ცნობილი ჩიფსები, რამოდენიმე სახეობის. და ეს ჩიფსები უნდა დავუწვა. და რომელი უფრო კარგად დაიწვება, მას ნახავთ ვიდეოში. ასევე ვიტყვი იმას, რომ ახლა ჩიფსი იწვის, აღნიშნავს, რომ ჩიფსი ცუდია. ჩიფსი იმიტომ იწვის, რომ უებია ზეთი, უებია სახამებელი და ასე შემდეგ და მისი დაწვა ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ დაწვის შედეგად ზოგი იწვის ბუნებრივად, ზოგი ბლანტმასად გარდაიქმნება და უფრო ჩანს მისი ქიმიური შემადგენლობა. სანამ დავუწვავ, მანამდე უნდა ავუწონო ყველა. რამდენი გრამი აწერია და რამდენი გრამი დევს შიგნით. და მაინტერესებს, რომელი უფრო დაემთხვევა. და მოდი დავიწყოთ ყველაზე ძვირიანით, პრინგსით. პრინგს აწერია, რომ არის 70 გრამი. ეს, ანუ შიგნით ჩიფსი რაც არის, ეს უნდა იყოს 70 გრამი. მოვიტანე სასწორიც, გავანულოთ და ვნახოთ შიგნით თუ დევს 70 გრამი ჩიფსი. თავისი ნაფხვენებით. კი, 72 გრამია. ანუ 2 გრამით მეტი დევს, ვიდრე დაწერილია. ესე იგი მართლები არიან. ამას ახლა უკან ჩავაბრუნებ. ავიღოთ, მოდი, ერთი ნაწილი და ვნახოთ როგორ იწვის პრინგსის ჩიფსი. ვნახოთ. საკმაოდ კარგად იწვის, ტყეში თუ მოხვდებით და ქაღალდი არ გაქვთ, შეგიძლიათ კოცონი დაანთოთ ჩვეულებრივი ჩიფსით. ძალიან კარგად იწვის, როგორც ხედავთ. წვისას ზეთს გამოყოფს, ზეთს ასხავს დაბლა. სუნიც, რავი, უფრო ქაღალდი დაწვის სუნი აქვს. მაგრამ ბოლომდე დაიწვა. კი. რავი. ჩვეულებრივად ეგრევე დაიწვა. ფერფლით ჩვეულებრივი აქვს. ჩვეულებრივი 100-ს როწვა ეგეთი ფერფლი აქვს. ჩემი აზრით, კაი ჩიფსია. პრინგსმა ჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, რომ როგორც ჩიფსი, კაი ხარისხის ჩიფსია. ნახოთ აბა სხვა რას იზავს. მოდი ავიღოთ ფრიქსის ჩიფსი. შევ ნახოთ რამდენი აწერია. ფრიქსის ჩიფსი აწერია 120 გრამი პლუს მინუს 5 გრამიო. გათვლილი აქვს ისო შეიძლება ნაკლები ან მეტი იყოს. კაი, ნახოთ ახლა თუ არის ეს 120 გრამი. იმედია ჩაეტევა იმაში. 115 გრამია, აღანაირი პლუს მინუს 5 გრამი. 115 გრამი, 5 გრამი დააკლეს. 5 გრამი ახლა ერთ შეფუთვაში არაფერი არის, მაგრამ 1000-ობით შეფუთვაში ვაკლებ, უკვე ძალიან ცუდია რომ დააკლეს. ჯობია მეტი ყოფილიყო, როგორც პრინგსში იყო, მაგრამ ნუ არა უშავს. ახლა ამას ჩავყრი ესე უკან. მოდი ახლა დავუწვათ ეს ფრიქსის ჩიფსი, ვნახოთ როგორ დაიწვება. ამას ეგრევე მოეკიდა და ეგრევე ზეთის გამოშვება დაიწყო დაწვისას. გამაგროეკიდება. ანუ მართლა ჩვეულებრივად შეგიძლია კოცონი დაანთოთ და ამითი გათბეთ. აი ამან დაწვის დროს ძალიან მაგარი გემრიელი სუნი გაუშვა. ძალიან კაი სუნი გაუშვა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ემოს მიმცემი უევია. კიდე იწვის. ანუ კიდე ანთია, როგორც ხედავთ. ფერფლი პრინგსივით მაგარი არ არის, რბილია. თითქოს რაღაც რეზინა დაიწვაო. ფერფლივით არ არის მცლად. ცოტა სველი ფერფლი აქვს. ტენიანი ფერფლი აქვს, არ ვიცი რატო, ალბათ ცოტათი მეტ ქიმიას შეიცავს, ესე მგონია. ნუ შთაბეჭდილება ესეთი დატოვა ყოველ შემთხვევაში. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. მოდი ახლა ავიღოთ ლეისი. ლეის აწერია რომ არის 140 გრამი. ვნახოთ აბა თუ არის ნამდვილად 140 გრამი. და ვნახოთ 140 გრამი თუ იქნება შიგნით. 130 ხო დაგვრჩა რამე, მოიცა რაღაცა დაგვრჩა, მოიცა. მომდე ჩამოვწუროთ. ხო, აი მერთმა 1 გრამი მოამატა. 139 გრამია, ნუ 1 გრამის სხვაობა არა უშავს, არაფერი არ არის. ნუ რასაც იძახიან მართალია, ესე იგი, გრამებში ემთხვევა. მოდი ახლა უკან ჩავყაროთ. დავიტოვე ერთი ცალი და მოდი ახლა ესეც დავწვათ, ნახოთ როგორ დაიწვება. იგა კაი სუნი აქვს. რაზნელა ეკიდება. დიდი ხანი მოუნდა მოკიდებას ძალიან. და რთულად იწვის. ნუ ჩიფსით გათბობა თუ იმეს გნებავთ, აი ამას ნელად ეკიდება და ძნელად იწვის. დაწვის დროს საკმაოდ კაი სუნს გამოსცემს ეს პრინგს სუნი საერთოდ არ ქონია. ფრიქს ძალიან კაი სუნი ქონდა. ამასაც სუნი აქვს და ეს ძალიან ძნელად იწვება, ნახეთ. ძლივს შევაქრე. ნახოთ ფერფლი როგორი ექნება.
ამას ჩვეულებრივი ფერფლი აქვს. წებოვანი ფერფლი როგორც ფრიქს ჰქონდა, ეგეთი არა აქვს. ჩვეულებრივი მაგარი ფერფლი აქვს. მოდი შემდეგი იყოს ჩიპსტერსი. ჩიპსტერსი ბეკონის გემოთი. ხო, უპირველეს ყოვლისა, ნახოთ რამდენი აწერია გრამი. გრამი აწერია 100 გრამი. ეს უნდა იყოს ამაში 100 გრამი. ნახოთ აბა თუ არის 100 გრამი. ბეკონსაც კაი სუნი ქონია. ბეკონის ჩიპსი კაი ხანი არ მიჭამია. აბა ნახოთ თუ არის 100 გრამი. ზუსტად 100 გრამია ხალხო. გამიკვირდა ძალიან. აი ერთი ერთში როგორ დასვეს. დავიტოვე ჩიპსტერსისგანაც ერთი ცალი და მოდი დავწვათ. ეს ძალიან თხელია და წესით მალე უნდა მოეკიდოს კიდევაც, სისქეს ხო გააჩნია. ნახოთ აბა შეიძლება საერთოდ დაიწვეს. მოკიდებით ეგრევე მოეკიდათ ხო ვერ ვიტყვის, საკმაოდ რთულად მოეკიდა. ნახეთ რანელა იწვის. დაწვის დროს რაღაც სუნს არ გამოსცემს საერთოდ. და ძალიან რთულად იწვის, ნახეთ, შეიძლება ჩაქრეს კიდევაც ახლა. აი კარტოფილის სუნი გაუშვა. ის შემწვარი კარტოფილის სუნი გაუშვა. საკმაოდ ნელა მიიწევს წინ. აი თითქმის ჩაქრა უკვე, აი. თავისით ქრება უკვე, ნახე. всё, ჩაქრა. ანუ ყველაზე რთულად ეს იწვის. შეიძლება იმიტომ რომ ბეკონის ავარჩიე, მაგრამ პირიქით ბეკონს გემოს მიმცემი ქიმიკატები უნდა ქონდეს და ის უფრო უნდა დაიწვას ესით, მაგრამ ნუ არ ვიცი. აბა, როგორი ფერფლი აქვს? აი, ყველაზე ფერფლური ფერფლი აქვს ამას. გასაც გვია იმენა ფერფლია. რთულადაც დაიწვა და ყველაზე ძალიან კარტოფილთან მიმსგავსებული ჩემი აზრით ჩიპსტერსი გამოვიდა. ნუ კიდე ერთი დორიტოსი დაგვრჩა. დორიტოსი უბრალოდ კარტოფილით არ ამზადდება. ხობლის გამზადდება, ხო, სიმინდისგან. ყველაზე კაი შედეგი ჩემი აზრით დადო ჩიპსტერსმა, ჩემი აზრით. არ მოველოდი საერთოდ, იმიტომ ყველაზე იაფიანი ჩიპსია მე მგონი. აი ხან რას თავი მახსოვს ჩიპსტერსის მახსოვს, მაგრამ არ მოველოდი რომ დანარჩენ ჩიპსებს აჯობებდა. ნუ ჩემი აზრით აჯობებდა. ყველას თქვენი აზრი ექნებათ ვიდეოს ნახვისას და ბოლო არის დორიტოსი. დორიტოს აწერია რომ არის 130 გრამი. ნახოთ აბა თუ 130 გრამი იქნება მართლა. მართლაც რომ 131 გრამია. 1 გრამით გადასცნენ. კაი შედეგია. ოღა კაი სუნი აქვს. ყველაზე ძალიან ჩიპსები და დორიტოსი მიყვარს. ეს ჩიპსების დაწვისიდია მომივიდა YouTube-ზე ვიდეოს უყურე, ტიპმა ტყეში ჩიპსებით კოცონი დაანთო. მე საერთოდ არც მომფიქრებდი რომ ჩიპსი შეიძლება დაიწვას და მაგიტომ მომივიდა იდეა და მე ხი მოდი დავწვავ თქო და თუ დავწვა მე კი ბაღემ გადავიღებ თქო. ხო და ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ შემდეგში რა დავწვა. მე კი მომფიქრებული მაქვს უკვე რას უნდა დავწვა, მაგრამ მაინც თქვენ აზრსაც გავითვალისწინებ თუ უკეთესი აზრი გექნებათ. დავიტოვე ერთი ცალი და მოდი მივაწვათ ესეც. აბა როგორ დაიწება? ჩემი აზრით ყველაზე სწრაფად ეს უნდა დაიწვას, იმიტომ კარტოფილი არის საერთოდ. როგორც ხედავთ, დორიტოსი ჩვეულებრივი ჩიპსივით იწვის. სუნი აღაფის არ აქვს ჯერჯერობით. მაგრამ კარგად იწვის ძალიან, მაგრა დაეკიდა. ფერფლი როგორი აქვს? ფერფლი აქვს რაღაც ძალიან წელვადი. ფერფლი არ მომეწონა, ძალიან იწელება. თითქოს პლასმასი დაიწვაო. თვითონ მასაც ეგეთი გახდა, ფერფლს საერთოდ არ გავს. არანაირი რეკლამა და არანაირი მიკერძოება, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩიპსტერსი მომეწონა, დაწვის პროცესშიც და ისეც. გრამით ზუსტად დაემთხვა, დაწვისასაც ძალიან კარგად დაიწვა, როგორც ნამდვილი კარტოფილი, ანუ ბოლომდე არ დაიწვა და გაუჭირდა ძალიან დაწვა. ყველას იყო მეგობრებო, დიდი ხანია არ გამოვჩენილ ვარ, დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია და ვიფიქრე ცოტას გაგახალისებდით, ცოტა დროს გაგაყვანინებდით. ვინმეს თუ ლუდი გაქვს, შეგიძლიათ გამომიაროთ, ბევრი ჩიპსი მაქვს და რა ვიცი. ჩიპსი ჩემი და ლუდი თქვენი.